Საომშვიდობისა ეთერშია სოლიდარობის დრო TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის რეგიონალური მდივანი გიორგი არღულიანი. საომშვიდობის გიორგი, მადლობა რომ გვეწვიე სტუდიაში. ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზღვრები მცირდება. შედეგად შესაბამის ნარკოტიკულ საშუალებებზე გათვალისწინებულ პასუხისგებლობას ხელისუფლება გაამკაცრებს. ამაზე მიდის განხილვა პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატებმა შემოიტანეს ეს საკანონმდებლო ცვლილება. ერთი სიტყვით კაცრდება ყოველგვარი ნარკოდანაშაული, იქნება ეს მოხმარება, გადაზიდვა, მოყვანა, ჩამოტანა, გატანა და ასე შემდეგ. ანუ საკმაოდ სერიოზული ჯარიმებია 2000 ლარიდან და ზემოთ და შესაძლოა რამდენიმე თვით ციხეშიც ამოყონ თავი. როგორ ფიქრობთ იმ დროის განმავლობაში, რაც ჩვენ ხედავდით მცდელობებს, რომ მომხდარიყო ლიბერალიზაცია ამ კუთხით, ლიბერალიზაცია და ახლა უეცრად გადაწყვეტილება იცვლება, ხელისუფლება ცდილობს რომ გაამკაცროს ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში. მე პირადად ამას მივესალმები, მაგრამ აქ არის უკვე კითხვები გაჩენილი აი ამ მართული ოპოზიციის მხრიდან. გახარიას პარტიის ქალი გამოვიდა და ამბობს, რომ ეს ახლა სპეციალურად ახდენს ამას ხელისუფლება, რათა ოპოზიციის აქციების დროს მოხდეს ჩადება, ამის გამო დაკავება, ჯარიმების დაწესება და ეს არის ერთგვარი ესეთი სადამსჯელო ზომებისთვის ინიცირებული. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ შეაფასებთ ამას? კიდევ ერთხელ მოგესალმებით დავით, მივესალმებით ჩვენს ძვირფას მაყურებელს. პირველ რიგში ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ ის ინიციატივა, რაც ბატონ მამუკა მდინარაძის მხრიდან იქნა გაჟღერებული ზოგადად ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან, ხო? ცალსახად მისასალმებელია. სიმართლე გითხრათ ნარკორეალიზატორებზე, ანუ გამყიდველებზე, ვინც ამ ნარკოტიკებს ყიდის ზოგადად, ან ამარაგებს, ან ჩამოაქვს, რა მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს არაჰუმანური იმად აქტად ჩაითვალოს ჩემი მხრიდან უბრალოდ ეს დაფიქსირება ამაზრის, პირადად მე პირველი ვიქნებოდი თუ ეს დღის წესრიგის ჩადგება და ვინც ხელს მოაწერდა იმაზე, რომ მსგავსი ადამიანები უნდა იქნენ დახურეტა უნდა იყოს პირდაპირ ამას და რატომ? ხაზგასმით ვამბობ ახლა ამას. იმით და არა ის ნარკოდამოკიდებულებებს რომ დასდებდნენ სააკაშვილის ხელისუფლების დროს და ციხეებში ალპობდნენ და არც პროგრამა იყო იქ და არაფერი და ეგრეთ წოდებული ლომკიანი ადამიანები შედიოდნენ და ერთი კვირა, ორ კვირაში მიცვალებულები გამოყავდათ იქიდან. აქ ხაზგასასმელია კიდევ ის ფაქტი, დავით, რომ თუ არ მომესმა, ნამდვილად ესეთი ის იყო ქონების კონფისკაცია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის. ალბათ ეს მერე განმარტება გაკეთდება ამაზე, რა იგულისხმება, თვითონაც აქცენტი გააკეთეს, რომ მაგაზე ჩამოყალიბდეთ, რა შეიძლება იგულისხმებოდეს ქონებად, ნათესავები ვინ არიან და შემდეგ. რა თქმა უნდა, უადო პატიმრობა იქნება ეს 12 წლიანი, 20 წლიანი საშელი იქნება, ხო აუცილებლად თან უნდა ახდეს მას ქონების კონფისკაცია, რომელი ქონებაც მას სწორედ ამ სიბინძურით აქვს შეძენილი და მოხვეჭილი. ეხლა აქ ცალსახადის იცით რა ძალიან საინტერესო იყო რა რეალიზაციის ასპექტში იგივე, იქაც გამკაცდა თითქმის იგივე დასჭადი გახდა ეს და რეალიზაციაში ითვლებოდა დავით მე და თქვენ თუ მეგობრები ვიყავით და ახსნეს ეს და ძალიან ნორმალურად ასე ვთქვათ განმარტებული იყო. მე შეიძლება მოგაწოდოთ როგორც მეგობარსი და ესეც რეალიზაციის შექმნებას, მაგრამ ამის გამო კვეთა რომ გამყიდველიც ეს არის კონკრეტულად ის პიროვნება, ვინც ამ ნარკოტიკული საშუალებით ამარაგებს, იმ შემთხვევაში ჯგუფია, მოსახლეობა, რეგიონი თუ რაღაცა, ამის გამოკვეთა ცალკე მუხლად და ამ კუთხით გამკაცრება ეს იყო ძალიან მისასალმებელი ფაქტი. ეხლა მეზრიშვილებს და მისნაირებს
იცით რა ვერ გამოლევ ახლა ნებისმიერი თემა ახ მაგათად ქურდობა ხო შეიძლება ქურდობის მუხლი რო გაამკაცრო ვიღაცა იტყვის რომ იცით რა ეს შეიძლება გამოყენებული იყოს ჩვენი დევნისთვის და ასე შემდეგ და მექანიზმები არსებობს კიდევაც შეიძლება კიდე რაიმე მექანიზმების მოფიქრება რომ ეს გაკონტროლებული იყოს რომ ეს სათავისოდ ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ცდუნებად არ იქნეს ასე თქვა ეს ცდუნება არ იქნეს გამოყენებული ვიღაცების დევნისთვის მაგრამ იმის გამო რომ ეს შეიძლება ცდუნება იმეს დაებადოს და სათავისოდ გამოიყენოს ნებისმიერ ამის გამო ჩვენ კანონებს ახლა არ ვიცი ვერ გავაუქმოთ ახლა მანდ თითქმის იგივე კანონცვლილება იმასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიაში ხო რომელიც შეიქმნა ახლა ნაციონალური ფაშისტური მოძრაობის მიერ ჩადენილ 9 წლიანი დანაშაული საქმეების შემსწავლელი კომისია რო შეიქმნა ხო სხვათა შორის იქ ერთი ცვლილება შედის გონივრული ეჭვის ნიადაგზე თუ რამე დანაშაული შეიძლება არსებობდეს და ეს კომისია გამოკვეთს უფლებამოსილება ენიჭება რომ მიმართოს შესაბამის ორგანოს და საქმე აღაძრევინოს შესაბამისი მიმართულებით. ამაზეც ერთი ამბავი არის ატეხილი, ესეც შეიძლება დევნის საგანი გახდეს და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ გვახსოვს ამ გონივრული ეჭვის საფუძველზე სააკაშვილის დროს, აი უბრალოდ გონივრული ეჭვი აქვთ რა შენ ხარ იური გაგარინი და დაგაკავებდნენ სააკაშვილს. მაშინ ეს პრეტენზიები რატომღაც არ მოდიოდა ამ ეს ლიბერალური სამყაროდან ეს ქართული ლიბერალური სამყარო იქნება თუ დასავლური, მაგრამ დღეს ეს რაღაცეები გაჩნდა. კრიტიკა ძალიან ადვილია, დავით, და სხვათა შორის მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ რეალობასა და სასურველს შორის დღეს ზღვარი არის წაშლილი. აი რა საით მიმყავს მე საუბარი, რომ და ამას ძალიან კარგად იყენებს მავანი. რას გულისხმობ? კი, სურვილი მე ბევრი რამის გვაქვს, დავით, სურვილი და ეს რეალიზდება სხვათა შორის ხელისუფლების ლანძღვაში. ანუ ვინც ხელისუფლებაშია, ის უნდა ილანძღებოდეს, რომ ეს ზღვარი უზღვარობა უпростоრად ზღვრის არ არსებობა იქნეს შენარჩუნებული. ნებისმიერი თემა, რომელი ინიციატივითაც ქართული ოცნება იქნება თუ სხვა ხელისუფლება დადებითი გამოვა ხო მაგალითად სამშობლოს ღალატი მანდაც შეიძლებოდა რაღაცა ეხლა გაახსენდათ სამშობლოს ღალატი ნარკოტიკების ეხლა გაახსენდათ დაუშვათ პროპაგანდის წინააღმდეგ ეხლა ეს ის ხალხი არ არიან მოდი გავეშვათ ამას რეალობა ის არის რომ ყველაფერი ერთად ერთდროულად კი არა საერთოდ ხანდახან შეუძლებელია ნებისმიერი დადებითი ნაბიჯების გადაგმა ისეთი ქვეყნისთვის როგორც ჩვენ ვართ. დღეს მსოფლიო ესე იგი მთლიანად პოლიტიკა შეცვლილი მიდის ბრძოლა ახალი მსოფლიო გადანაწილების პროცესში და მე რასაც ვამჩნევ ამ ხელისუფლებას აყოლილია ფეხდაფეხ მიყვება ძალიან გავსხომე ტრამპის უпростоრად იცით რა პირიქით შეიძლება ითქვას ძალიან გავს ტრამპის გადადგმული ნაბიჯები და გადაწყვეტილებები აი რამდენიმე თვით ადრე უსწრებდა ხოლმე წინ თქვა ქართული ოცნების გადადგმულ ნაბიჯებს და ეხლა მიეცა ამათ საშუალება და ლანძღვა ამათი ძალიან ადვილი და ამას ნახე კიდე ტრენდად არის აი ის ნიღაბაფარებული ეროვნული ძალებიც რომლებიც ეროვნული ძალების ნიღბით მოძრაობენ ხო შეიძლება აი 300 გადაცემიდან 299 ეძღვნებოდეს ხელისუფლების ლანძღვას. ერთმანეთს აღარ ლანძღავენ, იმიტომ რომ რეალობისა და სასურველ შორის ზღვარის წაშლა სჭირდება ხელისუფლების ლანძღვა და ამას კარგად იყენებენ. და სამწუხაროდ ამ მახეში თუ ამ ბადეში ვებმევით, ხო, ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანები და ამის ყოველდღიური გამოყენების ცდელობის წინაშე ვდგევართ. დაუბრუნდები ნარკოტიკების თემას ჯერ განხილვის პროცესში ალბათ და ნუ შეიძლება კიდე ბევრი რამე შეიცვალოს. მე ძალიან ასე ვთქვათ დამაფიქრა იმან რომ იქ რეაბილიტაციის თემები ალბათ ეს დროთა განმავლობაში გამოიკვეთება დავით. ჩვენ ახლა ვნახეთ მაგალითად გამჭვირვალობის კანონი თავიდან ნუ არაფერი ბუტაფორია იყო ხო, მაგრამ მიეცათ საშუალება დღეს ფარას ასე ვთქვათ ასლის მიღებას აპირებდა და ასე შემდეგ ხო. იგივე შეიძლება იყოს, მაგრამ თავარია პროცესები დაიწყოს. იქითკენ ჩვენ ამას მოსახლეობაც უნდა ასე ვთქვათ მოსახლეობამაც უნდა ხელი შეუწყოთ ამ ამბავს რომ ამას რა ვიცი ხა ტაშის კვირით თუ არ შეხვდება ვიღაცა ხო მინიმუმ ის მაინც არ უნდა თქვა რაც მეზრიშულმა თქვა რომ ჩვენი დევნი რატო გამოიყენებენ შენი დევნი ნუ შემოიტან წამას თორე ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ამ ნარკოტიკებთან დაკავშირებით ყველაფერი ვიცით თუ ვინ ხეირობდა ამით საიდან მოდიოდა სადღაც იყო ბოლო პერიოდში მიშვებული იყო თავის ნებაზე ახლა ქუჩაშიც აი
ხვდებოდით ხო ადამიანებს, რომლებიც ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ. კი ბატონო. ფაქტიურად აი ნახედავთ დღეს ამ ეგრეთ წოდებული იმას ბრჭყალებში ვამბობ სვაბოდაზეც კი ხელმისაწვდომია რაღაც პროგრამები არის და ნარკოდამოკიდებული თუ ხარ რაღაც პროგრამაში ზიხარ და ასე შემდეგ და ეს არის ასევე იმაში ციხეზეც და საშინაო დაწესებულებში ხო თავისუფლებაზე კი არა, იქაც არ იყო ეს ხელმისაწვდომი. ეს ხო ჩვეულებრივი ამბავია, რომ ადამიანი ნარკოდამოკიდებულს, რომელსაც შენ თავისუფლებას უზღოდავ კანონის შესაბამისად და შეკყავს დაწესებულებაში, სადაც საშინაო უნდა მოიხავს და სადაც არსად ხელი არ მიეწვდება, იქაც манипуლირების საგანი იყო ეს. გარეთ აღარ ვლაპარაკო. და იქ ისეთ რაღაცეებს მე ნარკოდამოკიდებული ადამიანმა შეიძლება ბევრი რამე იკადროს გამიგეთ, თუმცა ახლა ყველაზე ვერ ვიტყვით, მაგრამ არის კატეგორია, რომელიც ამის გამო ბევრი სიბინძურე ჩაადეინეს მერე თვითონ და არ ვიცი მიბმული ყავდათ ამ თემებს. ამიტომ ის ქილიკი, ის მიდგომა, ის დამოკიდებულება, ის კრიტიკა ამ შესაბამისად ამ ქართული ოცნების ინიციატივების მიმართ, ну ყოველ შემთხვევაში ჩემთვის როგორც ერთი ადამიანისთვის ყოველად მიუღებელია დავით და აბსოლუტურად დადებით პროცესს ხედავ მე ამ მომენტებში. კი, მე ვფიქრობ, რომ დროულია, საჭიროა. თავარი აღსრულების ნაწილში ჩვენ დავინახოთ შედეგები. აღსრულებას რაც შეეხება, ახლა გამახსენდა, აღარ არის პრეზიდენტი, ну დღემდე იძახის, რომ მე ვარ ახლა ლეგიტიმური პრეზიდენტიო, მაგრამ თავისი ეს დისკრეციული უფლება რაც ჰქონდა ამ ზურაბიშვილს შეწყალებაზე. ყოველ შეწყალებაზე ერთი ბარიგა ყოველთვის იყო იქ, ხო თქვენ ამბობთ, რომ დახვრეტეს მუხლი უნდა იყოს აღდგენილი აი ამ ბარიგების ბარიგობისთვის, მაგრამ ის პირიქით შეწყალებას აწერდა ხელს. კი ბატონო, ნახე, რომლებიც წამლავდნენ თაობებს. წერან ახლა ტრამპთან და ტრამპის ადმინისტრაციასთან გავავლით პარალელი და ნომერ პირველი პრობლემა არის დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მექსიკის ყურეს და ნარკო რეალიზატორ, რა ქვია, ნარკო ამ ასე ვთქვათ კარტელები ხო ნარკოკარტელები და არა მარტო ახლა არ არის პედოფილებზე და აქ ძირითადად ნარკოტიკების თემაზე იყო ლაპარაკი და დღემდე ებრძვის და ან მოერევა ან არა ესე დგას საკითხი მithumet ესეთ პატარა ქვეყნის როგორი ჩვენ ვართ ეს მომენტი დადგა დღის წესრიგში რომ შეიძლება აქაც რაღაც პარალელურ რეჟიმში როცა ამას არავინ არ გიშლის თორე ჩვენ ვიცით რომ ამას ყველა ხელს გვიშლიდა აბსოლუტურად ხელი შემშლელი იყო ყველაფერი დავით და კი ეხლა ბევრჯერ თქვეს ვერ შეიძლება ეს ამად მოეჩვენოს ხო თავის მართლების რეჟიმში ჩადგენ და იცით რა მაშინ ხელ ეგ არის ხოლმე პირველი ისა რომ მაშინ ხელ deep state-ი გვიშლიდა ხელს და რაღაც და ქილიკობენ რა ვერ ხვდებით რომ ეს ესე იყო თუ რა ახლა თუ მაინც პირადი ინტერესი დგას წინა ასე ვთქვათ ხაზზე შენი და არა ეროვნულობა და არა სახელმწიფო და არა ქართველი ხალხი რაღაც მაშინ კი ადვილია ძალიან მე ახლა კიდევ ახლა ისე გაგრძელდა საუბარი რაღაც ადვოკატირებას უწევ ახლა ქართულოსმას არ მინდა რომ ამ პოზაში ვიდგე ოღონდ უბრალოდ იმ კონკრეტულ საკითხებს რაც შეეხება ნაღმდილად ცალსახად დადებით პროცესად მინდა მივიჩნიო აქვე გადავაბამ დავით აი ნახეთ ახლა რომ ეს ცვლილებები არ შემოეტანათ ჩვენ არ ვიცოდით რომ მანამდეც იყო ეს გასაკეთებელი და უფრო რკინის ხელით უნდა ყოფილიყო გაკეთებული რა თქმა უნდა აი ნარკოტიკები ჩამონათვალია ნუ დაწყებული ამ ოპიატებით ბუპრენორფინით ამ ეგრეთ წოდებული პლანით ან მარიხუანა რომელიც როგორც ჩაულებრივ ნიკოტინს ისე ეწეოდნენ ეს ახალგაზრდები ხო კვლევებია უამრავი საერთაშორისო კვლევებია რა დონეზე აპრიალებს ტვინის უჯრედებს ეს მარიხუანა ანუ დაალაგებული გინახია twins ამ პლანს ეწევა არა მე პირადად არ მინახია გაღიმებულები დადიან ეს სისხლძარღვები გაფართოებული აქვთ ამ თვალებში და ადამიანებს არ გვანან ეხლა ვიღაცეები ან თან უკვე ტვინისა და ზოგადად ეს რეცეპტორების დონეზე უკვე ისეთი სხვაობები აქვთ ხო შემეცნებაში რომ აღიზიანებთ კიდეც ახლა ვინ ცობაა თუ მე მიყურებენ აი ეს რასაც ახლა მსჯელობ შეიძლება მლანძღავენ კიდეც ანუ აი ეს თითქმის ნარკოდამოკიდებული პირები გააზრებული აქვთ დავით შესაძლოა მაგრამ რელიგიური ნარკო მომხმარებელს ვერ ნახავთ რომელსაც უნდა რომ თავის შვილი ან ქუჩაში იდგეს რაღაც ნარკო
მოკლავს საკუთარ შვილს, იმიტომ თვითონ იცის რა საშინელებაც არის. ეს არის ავადმყოფობა ჩვენ. ძირითადი პრობლემა კიდე იმაშია, რომ ამ ნარკოდამოკიდებულებს უბრალოდ ახალ თაობას ეს შვილებიც არ ყავთ. ანუ იქ რეპროდუქციასაც ურტყამს მამაკაცის განსაკუთრებით ეს ოპიატები და რა ვიცი, მარიხუანა და ეს ყველაფერი. ანუ დადგენილია ახლა მე ადრე რომ მიწევდა ამ თემაზე მუშაობა ჯერ კიდე საგაზეთო პუბლიკაციებში პროფესიონალ ნარკოლოგებთან მქონდა ეს თემა გავლილი. ანუ აი შემიძლია ვახსენო გელა ლეჟავა, რომელიც ნარკოლოგია, ანუ ასაკშია ეს ადამიანი, მაგრამ ერთ-ერთი უძლია და საბჭოთა დროს ან საქართველოს ჩვენი ანუ რესპუბლიკა როდესაც იყო, მაშინ ჯანდაცვის მინისტრი იყო. და ახლა ვინ და პროფესიონალებმა იციან ეს ყველაფერი. ანუ ეს ცვლილება, რასაც ახლა ხელისუფლება ახორციელებს არათუ დროულია, დაგვიანებულიც არის და კარგია, მისასალმებელია. ვისაც უნდა ისე გაიგოს, ახლა იქ ქართული ოცნება, ახლა ეს ამ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები რო გამოხტებიან ბულგაკოვის პერსონაჟივი და რაღაც ისულელებს რომ მიერეკებიან, ეს ახლა კი ბატონო, მათი უფლებაა, რაც შეუძლიათ მოიგონონ 1000 ისულელე, რომ კი აი ქუჩაში რო დგანან, მათ რო ჩაუდონ, ახლა ჩადებით არ ჩაუდონ, მაგრამ იქ რო დგანან უკვე ასეთები არიან უმეტესობა. ჩვენ არ უყურებთ რა კონტინგენტი დგას იქ. არა, ჩადების არ გამორიცხვა შეიძლება, დავით, ჩვენ ხო ადამიანები ვართ. იმიტომ შესაძლებელია. სხვადასხვა ის. ახლა ნახეთ ის რისი თქმა მინდა. ამ ესე იგი ჩვენი სურვილი, აი მაგალითად ჩვენ ვართ ესე იგი ცალმხარეს, ანუ წმინდა ადამიანები და ვაფასებთ ესე ხელისუფლებას, რომ უნდა იყოს თანასწორობა ქვეყანაში, უნდა იყოს ურთიერთპატივისცემა, უნდა იყოს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ყოველგვარი საქმიანობა საქართველოში, აუცილებლად უნდა იყოს ეროვნული ნაბიჯები, ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს, რასაც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ, განათლების სისტემა, თავდაცვა, საზღვრები უნდა იყოს გამაგრებული, ერთიანი საქართველო, აფხაზეთი და სამაჩაბლო, ესე იგი ერთიან საქართველოში უნდა მოვიდეს ნიკოპსიდან დარობანა. Ну, აქამდე ხო ვერასდროს ვერც ერთი თითქმის ვერასდროს ვერც ერთი ხელისუფლება ვერ მივა, ხო? კრიტიკის ყოველ შეიძლება იყოს. ანუ შენ ვერ იქნები რაღაცა მსოფლიოში ნათელი წერტილი, რაღაცა ესეთი კუნძული სიკეთის, ხო? რაღაცა სისტემაში გინდა, არ გინდა სისტემაში მყოფობა გიწევს. აი მაგალითად, ავიღოთ პოლიტიკურ მართლობის ფორმი, სოციალიზმი იქნება ეს, კომუნიზმი, დემოკრატია, ფაშიზმი თუ ლიბერალიზმი თუ მნიშვნელობა არა, ხო? შენ იმ სისტემის ნაწილი უნდა იყო, ხო? საბჭოთა კავშირის პერიოდში ვიყავით საბჭოთა კავშირის სისტემის ნაწილი და შესაძლებელი გახდა საქართველოშიც, ხო? ან იმ დიდი ქვეყნების ასე ვთქვათ, როგორც არის შეერთებული შტატები, რუსეთი და ასე შემდეგ. სადღაც ვიღაცის არ მინდა ეს სიტყვა ვახსენო, რომ მიწებებული უნდა იყო, მაგრამ ვიღაცის ინტერესების გამტარებელი უნდა იყო, რაღაცა კალაპოტში უნდა ჩაჯდე. სხვანაირად შენ არ მოგეცემა, არავის არ უნდა შენი ვერ ნახავთ დედამიწაზე დაჟე საქართველოში მცხოვრებ არაქართველი, რომელსაც უნდადეს მაინც და მაინც შენი სიკეთე და არა პირადად მისი, ხო და ასეც ვერ ნახავთ, ხო? თუ ესეთი არ არსებობს, თუ ეს შეუძლებელია, დავით, მაშინ იქიდანაც უნდა გამოვიდეთ, რომ რაც არ უნდა მონდომებული იყოს ხელისუფალი, თუ ხელისუფლება, თუ გუნდი ამ ხელისუფლებაში რაღაცა მაქსიმალური დადოს, ვერ დადებს. მაგრამ თუ კი ჩვენ ამის რეალობასა და სასურველს შორის ზღვარს გავავლებთ და მართლა დავფიქრდებთ და შევხედავთ, ხო? რისი საშუალება ეხლა და რა სასურველის გაკეთება შეიძლება, მაშინ ჩვენ დავინახავთ იმ დადებით ძურებს, რაზეც ეხლა ჩვენ ვლაპარაკობთ და ცალსახად შესაძლებელია დადებითად ეს პროცესი. კი ბატონო. და ჩვენ გავზარდოთ უფრო არეალი, საერთაშორისო ამბებსაც რომ შევეხოთ. ახლა მიმდინარეობს შეხვედრა საუდის არაბეთში ამერიკულ მხარესა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. უკვე დიდი მithქმა-მოთქმა ატეხილი, ანუ იქ თავად უკრაინული საიტები და გამოცემები წერენ, რომ აი ზელენსკი ისეთ მდგომარეობაში ჩააგდეს, რომ ფაქტობრივად ხელებს გადაუგრიხავენ და ყველაფერზე მოაწერინებენ ხელს. და ეს უკვე არ მოწონთ თავად უკრაინელებს, ანუ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა მოიპოვოს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ მთელი მისი წიაღი ამოიღოს. ანუ ეს ფაქტია, რისთვისაც მიმდინარეობს ეს შეხვედრა და შეჯერება. გარდა ამისა, ბრიტანული Sky News-ი ავრცელებს ინფორმაციას ისევ და ისევ ამერიკელი მაღალჩინოსნების ინფორმაციაზე დაყრდნობით, ანუ ტრამპის ადმინისტრაციის წევრებზე დაყრდნობით, თუმცა არ სახელდებიან ვინ.
კატეგორიულად არ უნდათ ამერიკელებს უკრაინელების მხრიდან მოისმინონ 2014 წლამდე ან 2022 წლამდე ტერიტორიების იმ საზღვრებში დაბრუნებაზე უკრაინელთა პრეტენზიები. ანუ ერთნიშნულოვნად ამერიკელები არიან წინააღმდეგი. ანუ სადაც ხართ იქ გაჩერდით, თქვა თუ გინდათ რომ კიდე ამ ვითარებას რაღაცნაირად წერტილი დაუსვათ. ან ლავროვს ჰქონდა საინტერესო გამოხმაურება ამ ყველაფერზე. იქ პრესკონფერენცია იყო, ის შეხვდა EUTOS ხელმძღვანელს და ეს რუსეთისთვის, მოსკოვისთვის გაუგებარია რატომ სურს დასავლეთს სამხედრო კონტინგენტის განთავსება იმ უკრაინაზე, იმ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთი ვერ აკონტროლებს. ლავროვი ამბობს, რომ ეს სრულიად მიუღებელია, ერთადერთი ამის მიზანი არის ის, რომ შეინარჩუნონ ეს ხელისუფლება, რომელიც უკვე ფაქტობრივად არათუ ხელისუფლება, არამედ ესეთი ერთგვარი გაერთიანება იმ პირთა, რომლებიც ეწინააღმდეგება ყოველივე ცივილიზებულს. დაახლოებით ასე იყო ლავროვის მიერ ნათქვამი და ის ითხოვს, რომ მოხდეს საბოლოო ჯამში, რაც თავიდანვე ჰქონდა დაგეგმილი დემილიტარიზაცია, დენაციფიკაცია, ამაზე აქვთ ფრანგებს გართულება და ისინი დღემდე ითხოვენ, რომ ეს კონტინგენტის განთავსება იყოს დღის წესრიგში. ახლა ეს უკრაინა არ არის არავის წევრი. მინდა გითხრათ, რომ ეს რიუტეც აქტიურობს, ნატოს გენერალური მდივანი. ესეთ ქარაგმებით საუბრობს და გასაგებია, რომ ეს ქვეყანა ამჟამად არის ყოველგვარი სკოლგის ქვეშ, მაგრამ ეს დასავლელი ლიდერები ცდილობენ, რომ რაიმენაერად უშველონ თავიანთი გაგებით. აი ასეთი ვითარებაა და რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული საუდის არაბეთში და სანამ ამერიკელებს შეხვდებოდა, ზელენსკი შეხვდა ბენ სალმანს, პრინცს, საუდის არაბეთის პრინცს, რომელსაც აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა პუტინთან. აი, ბევრი რამე შეიძლება ისე მოხდეს, რომ უკრაინელები მერე რო გამოფხიზდებიან, თქვათ, რამდენიმე წელი რო გავა, მერე მიხვდებიან, ვინ ყავდათ ხელისუფლების სათავეში. იმედია, მალევე გახდება ცნობილი საბოლოო ჯამში, რა გადაწყვეტილება იქნება მიღწეული ამ უკრაინელებს და ამერიკელებს შორის, ფაქტია, რომ ეს შეთანხმება უდევთ მაგიდაზე. აი ასეთი ვითარებაა და თქვენ როგორ ფიქრობთ? Deep State არის ისევ დღის წესრიგში, საქართველოშიც დღეს ამ ხელისუფლების წარმომადგენლები ახსენებდნენ ამ Deep States. ტრამპის ადმინისტრაცია ერთი მხრივ იმყოფება საუდის არაბეთში და ცდილობს მოაგვაროს ეს უკრაინელებთან ეს ღია საკითხი და მეორეს მხრივ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ებრძვიან აი ამ გლობალურ ამ Deep States, რომელიც აკონტროლებს მარტო შტატებში კი არ არის ჩაბუდებული, არამედ ევროპის ბევრ ქვეყნებში. ახლა ევროპელ ლიდერებს რო უყურებთ აქ, რასაც ამბობენ. ერთ-ერთმა თქვა ის ბალტიისპირეთის ერთ-ერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ რუსეთს ისე უნდა ველაპარაკოთ, როგორც ალ კაპონე ამბობდაო, ანუ იარაღი უნდა გედოს თან მაგიდაზე და მიბჯენილი უნდა კონდესო, ანუ მაფიის ბოსების გამონათქვამებს იყენებენ პოლიტიკაში, ან პოლიტიკაზე სასაუბროთ. ხომ ხვდებით რა დონეზე არიან უკვე დაცემულები ეს ევროპელი ლიდერები. აი ასეთი ვითარებაა და თქვენ როგორ შეაფასებთ აი ამ Deep States, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებაც ახსენებს. უბრალო ქართველმა ჩვენ ხალხმა რა უნდა გააკეთოს, როდამდე უნდა ელოდოს, თქვათ, იქ ტრამპი წააქცევს ამ Deep States თუ არ წააქცევს, ანუ იქ ისე იყო ნათქვამი, რომ აი საქართველოსთვისაც ბევრი რამე არის დამოკიდებული, მოუგებს თუ არა ტრამპი ამ Deep States. კი ბატონო, პირველ რიგში საუბარს დავიწყებ დავით იმით, რომ ნახე ჩვენ უკვე გაპრეზიდენტებიდან უკვე რა დრო არის გასული და ჯერ კიდევ საუბრობთ იმაზე, ტრამპი დაამარცხებს თუ არა Deep States შეერთებულ შტატებში, რომელმაც ძირითადად მან დისლოკაციის ადგილი შეიცვალა და ალბათ ევროპაში დაბინავდა, ასე რომ ვთქვათ, და ამ პროცესში
მე ვამჩნევ რომ არ არის მაინც და მაინც რა სიტყვა ვიხმარო დაახლოებული ჩვენი ხელისუფლება ტრამპის ადმინისტრაციასთან ფიქრობ რომ შეგნებულად თითქოს ქართული ხელისუფლება, ქართული ოცნება დისტანცირებულია ყველა მსოფლიო ძალასთან. აი დავაკვირდეთ დავით ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც დისტანცირებულია, ეხლა განცხადებების დონეზე, რა თქმა უნდა, კეთდება სხვადასხვა მხარდამჭერი განცხადებები და ამ შემდეგ სწორადაც, მაგრამ აი ისე რომ რაღაცა პოზიცია კონდეს კონკრეტული და რაღაცა იმ ომში ჩაერთოს, რომელი ომიც თქვა ამერიკის შეერთებული შტატების ომია, ამას ჩვენ ვერ ვხედავთ. ასევე არის დისტანცირებული ევროპასთან, ევროკავშირთან. ასევეა აღმოსავლეთის ქვეყნებთანაც დისტანცირებული. თუმცა, კაი ურთიერთობები ამ განცხადებების და ვიზიტების დონეზე შენარჩუნებულია. მე ამის ნაწილში ვხედავ რუსეთთან დისტანცირებასაც და ეხლა მე რა დავიწყე. არაფერი ჯერ მსოფლიოში გადაწყვეტილი არ არის და ნებისმიერი არასწორი პოზიციის დაკავება ქართული ხელისუფლების მხრიდან შეიძლება რაღაც პერიოდის შემდეგ ეს შეიძლება თვეების მერე იყოს ან წლების მერე ეს მთლიანად დამღუპელი განათუ ხელისუფლების საქართველოს და ამ ნაწილში ფიქრობ ძალიან ფრთხილები არიან და მე მგონი ეს სიფრთხილეც მისასალმებელი. ეხლა რაც შეეხება ზელენსკის. მოდი დავიწყოთ იქიდან რომ ზელენსკი იყო ჩვეულებრივი მასხარა რომელიც შოუებს დგამდა და სხვათა შორის კადრებიც არის კარგად ახალისებდა ხოლმე ვლადიმერ პუტინს ამ შოუებზე და სიზმარშიც რო არ დაესიზმრებოდა თუმცა ეს გეგმები ალბათ არსებობდა გახადეს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი ქვეყნის უკრაინის პრეზიდენტი და თითქოს ეს შესაძლებლობები ამით ამოიწურა დავით მაგრამ მე რას ვხედავთ ზელენსკი დგას სათავეში ანტირუსულ მოძრაობას რომელიც იწყება პროქსი ძალა ხდება და იწყება უკრაინაში და დღემდე 3 წელია სათავეში უდგას ამ ყველაფერს და ის რომ ის მასხარა ის რომ ის მსუბუქი ყოფაქცევისა თუ რაღაცა მისივე მიერ გადაღებულ კადრებიდან რომ იმშელოთ დავით მე მაინც საშიშ ფენომენად მიმაჩნია ის რომ ეს პიროვნება ყალიბდება რაღაცა ანტირუსული ანტიქრისტიანული ანტიადამიანური რაღაც მსოფლიო გლობალური რაღაცა კავშირის არ ვიცი ლიდერს დავარქმევ თუ უბრალოდ რაღაცა ფიგურა ნუ რაღაცა ყალიბდება ამ ადამიანით რომელსაც არანაირ ალბათ ესეთი ადამიანი ჭირდება მსგავს საქმიანობას, რომლის უკანას დგანან მართლა deep state-ებიც და სხვა კიდევ უფრო ასე ვთქვათ ფულიანი ორგანიზაციები და ფინანსურად წელში გამართული ადამიანები და ასე შემდეგ და აქვთ ძალიან დიდი გეგმები. მე ახლა იცით რა მე მგონი არავის არ უთქვი მე რაღაცა ჩემებური ხედვა მინდა ვთქვა ტრამპთან შეხვედრის დროსაც დავით როცა იქ ნუ ტრამპმა ისუქნა რუბიომ ისუქნა იმან ესუგი ადამიანი უყურე დავით შენი მეზობელიც რო იყოს გარეწარი არ ვიცი მასხარ რაღაცა და ბოდიში და დედის მიმართულებით რომ შეგაგინოს მე შენ რომც მოკლა ის უკვე შენ შეურაცხყოფილი ეს როგორ გაგიბედა და ის რომ ზელენსკი მის გაბედა ტრამპთან რაც გაბედა მე ვფიქრობ რომ ეს იყო მაქსიმუმი რაც უნდა რაც მას შეეძლო და აი მე არ ვიცი შეიძლება ცუდ რამეს ვამბობ მე გამარჯვება დუთული მაგკაც იმ ურთიერთობაში ტრამპთან მიმართებაში რომ ამის გაბედვის საშუალება რომ მიეცა თორე ჩვენ მე ვნახეთ კი მაგრამ მას ზურგი მოუმაგრეს. უყურე, აი იქ მივდივარ. რა სამბოთ, მაგას ვამ ზუსტად აცხობენ ლიდერს ამ ბინძური ძალები. და უყურეთ რა ხდება მიფრინავს ეგრევე ლონდონში. იქ მე ხელდასხმა დავარქვათ მეფის მხრიდან, პრემიერის მხრიდან, მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტიურად ჩვენ დღეს ვხედავთ და წინა გადაცემაში ვთქვი, იკვეთება, მზადება მესამე მსოფლიო ომისთვის და ყველა ვარიანტში გარდაულად მიმაჩნია ეს ისევ როგორც წინა ორი მსოფლიო ომი ევროპას ფაშისტურ ევროპასა ნუ ლიბერალური ფაშისტური მნიშვნელობა არ აქვს ევროპასა და რუსეთს შორის და ამ პროცესების სათავეში დგას დღეს
ზელენსკი. იქ აღმოსავლეთ სირიაში მიმდინარე მოვლენები რაღაცა მხოლოდ რაღაცა მზადება მგონია ამ ყველაფრის. დღეს ახლა ზელენსკის რამეს მოაწერინებენ, არ მოაწერინებენ, ეს ჩვენთვის ცნობილი არ იქნება. დავით სინამდვილეში იქ რა შეთანხმება შედგება. შეიძლება ახლა პუბლიკასთვის და ჟურნალისტებისთვის განცხადებები გაკეთდება, მაგრამ ამის უკან რადგან ჩვენ მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია. ერთადერთი რაც ახლა დღის წესრიგში რაც შესამჩნევი ხდება, ესაა რომ შეერთებული შტატები გადის ევროპიდან, ტოვებს იმიტომ რომ შეუძლებელია ამ ევროპის როგორც ჩანს სწორლიანდაგებზე დაყენება და ცდილობს მისი წილი პასუხებლობიანად გავიდეს და შეატოვოს იმ ძალებს რომლებთანაც მე თვითონ მოესწრებათ ალბათ კონფლიქტი ხო და ევროპა ცდილობს იმ ნარჩენებისგან ჭყალებში რა თქმა უნდა ნარჩენებისგან ის ეროვნული ადამიანებისგან გაათავისუფლოს მაგალითად ორბანი, ფიცო და ასე შემდეგ და როგორღაც შეკრას და შექმნას ეს ფაშისტური მოძრაობა რომლის სათავეში ზავით სამწუხაროდ მე დღეს ზელენსკის ვხედავ, იმიტომ რომ აი მაგალითად როთისნაირ ადამიანსაც კი, გათხოვილ კაცსაც კი არ შეუძლია იმის გაკეთება, რაც კადრება უბრალოდ გაკეთება სხვა თემა, რასაც ზელენსკი იკადრებს. არ ვიცი, კარგად შეარჩია სხვათა შორის სოროსმა. მე თუ არ მეშლება რაღაცა ნათლი მირონობაში ნაცნობი კავშირებიც არსებობს სოროსსა და ზელენსკის შორის და ეს კაცი გამოაწყვეს და დღეს ზის და მთელი ძალები მიმართულია იქითკენ რომ შენარჩუნებული იქნეს ფრონტი სული მოითქვას ევროპამ ამ გარდამავალ პერიოდში მოახერხოს მომზადება შემდგომი დაპირისპირების. ამას ემსახურება მაკრონის განცხადება, რომ ატომური ქოლგის ქვეშ შემოვიყვანოთ, რა ქვია, უკრაინა მეხუთე იმის გარეშე და არ ვიცი დავით მოკლედ აი ეს ამბებია და ამ მოლაპარაკებებზე სადაც წარმოდგენილია შეერთებული შტატები, უკრაინა, რუსეთი და იქ მას პრინც შეხვდა და ასე შემდეგ მე ვფიქრობ დიდად არ შეიცვლება არაფერი ფრონტის ველზე, იმიტომ რომ რუსეთი კარგად აკვირდება ყველაფერს, არაერთხელ ბოდიში ამ გამოთქმას და აჭამეს, რაღაც ხელშეკრულებები და თვითონვე გამოვიდნენ მე მერკელი და ესენი თუ გახსოვს რომ ეს დროის გაყვანის მიზნით იქნა ეს ხელშეკრულება. იგივე ეხლაც ეს ხდება და ამას ჩემი აზრით ისე ძალიან დამაფიქრებელი იყო ლავროვის განცხადება, რომ ძალიან წინ გადაიდგა ნაბიჯებიო, მადლობა ამისთვის შეერთებულ შტატებს, თუმცა რაიმე სახის სიკეთეზე ახლო მომავალში ზედმეტიც კი საუბარია და მე აბსოლუტურად ვეთანხმებ ახლა ჩემი მხრიდან ამის თანხმობა უბრალოდ მეც ამ აზრის ვარ. ამ მორევში ხა ჩვენ სასაკლაო ნახეთ სირიაში დავით ალბათ რაღაცა მithკეთ საშინელება ხდება იქ. ნახეთ ეს როგორც ადამიანური გადასახედიდან ეს არის ტრაგედია კი არა, უფრო მეტი კიდე მე იმ ღამეს როცა ეს ბავშვების ისინი ვნახე, არ ვიცი, არ მეძინა კი არა, ახლა არ მინდა მაქსიმუმ ამ ხელაკაცი ვტიროდი. მაგრამ ამაზე მაღლა დგას ის რა პოლიტიკას დღეს მიდის მსოფლიოში. ეს მათთვის არაფერია, ეს მხოლოდ თან უკვე დავაკვირდეთ დავით რაიმე ვინმეს რო რაღაცა ისე უხეშად მიმართო ან დანითხელში სურათი გადაიღო Facebook-ით ბლოკავს გიშლის რო ეს არ შეესაბამება აჭრელებულია სასაკლაო მიმდინარე ხოცვა ჟლეტვის ვიდეოებით Facebook-ი და ერთი ვიდეო არ დაბლოკილა. შემთხვევით ხო არ გაგონებს ამას რომ შეგნებულად ხდეს Facebook-ის უკანაც მდგარი ძალები ხო ჩვენ ხო ვიცით აქ კინწურაშვილი რო გდია აქ საქართველოში დიდი კინწურაშვილები იქაცზია. ეს არის რაღაცა მზადება, შემსადება მოსახლეობის დიდი უბედურებისთვის, რომელსაც მე ამით გააправებენ. აი ესე იქცეოდნენ და ამიტომ და თითქოს აი რაღაც სიკეთის საფარქვეშ მე მათუმღაც ველოდები არ ვიცი რომელი დაასწრებს ახლა უკრაინის მიმართულება იქნება თუ ეს ალბათ თვითონ გადაწყვეტენ და მე აქ კითხაობას ვერ დავიწყებ, მაგრამ ძალიან დიდი უბედურების მზადება მიდის ახლო აღმოსავლეთში. არ არის გამორიცხული ახლა ჩვენთან ეს გლობალისტები ვინც საქართველოში არიან აი ამ კადრების ქსელში გამოსვლის შემდეგ და საშინელი კადრებია მართლაც რა დღეში აგდებენ ამ ალავიტებს და ასევე იმ ქრისტიანებს რომლებიც სირიაში ცხოვრობენ მათ მოუძებნეს უკვე გასაღები და ამბობენ რომ იცით რა ისინი ასადის მხარდამჭერები არიან და ამიტომაც იხოცებიან. წარმოიდგინეთ მოდის პროდასავლური ხელისუფლება სირიაში აი ზუსტად ისეთივე ჩაცმულობით ეს წვერებიანი კაცი რომელიც ზელენსკის მსგავსად აცვია ზუსტად მთელმა დასავლეთმა დაუჭირა მხარი მის მოსვლას ასევე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახლა მიდის იქ ფაქტობრივად გენოციდი და ეს ახლა ტელემაყურებელმა შესაძლოა არ იცოდეს
ალავიტები ეთნიკური უმცირესობაა პრინციპში სირიაში. ეს შიიტური განშტოებაა საერთოდ, უბრალოდ აი ასადების ჯერ კიდე მამამისის მმართველობის დროს ეს ალავიტებზე იყო დაყრდნობილი ასადების ხელისუფლება, საერთოდ ასადების გვარი. ალავიტები უფრო ნაკლებნი არიან, ვიდრე დანარჩენი ამ სირიის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხები, უბრალოდ მოხდა ისე, რომ რადგან ასადი ეყრდნობოდა მათ და დიდი გავლენა ჰქონდათ ამ ალავიტებს, უფრო სამხედრო ძალებში, ძირითადად დაკომპლექტებული შეერაღებული ძალები იყო, სწორედ ამ ეთნიკური უმცირესობით. და აგრეთვე, რა თქმა უნდა, ქრისტიანები, რომლებიც ანტიოქიის საპატრიარქო დამასკოშია და ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენი ეკლესია არის სწორედ პირველად ანტიოქიის ომოფორის ქვეშ ვიყავით ჩვენ და ეს ავტოკეფალია მოვიპოვეთ სწორედ ანტიოქიის ეკლესიისგან. ეს გლობალისტები ახლა არ მინდა თემას გადაუხვიო და ყველანაირად ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ ჩვენ აი ამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ რადგან მოგცა ეს გუჯარი, ეს ნიშნავდა ჩვენს ავტოკეფალიას არ არის ასე. ანტიოქიიდან უბრალოდ იმ საუკუნეებში ეს დოკუმენტი არ იქნა შენარჩუნებული. ეს უბრალოდ სხვა თემა არის, რომ დაუბრუნდები უბრალოდ სირიის საკითხს და ეს ქრისტიანები ახლა იქ იჩაგრებიან. და ამაზრზენია აქ საქართველოში მცხოვრები ამ გლობალისტებისგან იმის თქმა, რომ იცით რა, ყველანაირად ცდილობენ, რომ ეს ასადის მხარდამჭერები არიან. სოციქსელში ვიღაცას ისიც დაუწერია, მერე რა, რომ ქრისტიანები არიან. რუსებიც ქრისტიანები არიანო, მაგრამ აი ეს პრორუსული ძალები ასე თუ არ მოიშთო, სხვა გამოსავალი არ არისო, დაეჩაიხოცნონო. ანუ წარმოგიდგენიათ ხო, ამათი ზნე და ამათი მორალი. აი ეს ხალხი ყარნახობს ჩვენ აქ საუბრობს ახალი თაობის მოყვანაზე და პროგრესზე. როდესაც ტვინში აქვს თვითონ რეგრესი. ხო, აი ასეთი მდგომარეობაა. კაცი შვილი ხმას არ ანუ გახსოვთ ხომ უკრაინაში როდესაც დაიწყო რუსეთის შეჭრა, ანუ საზღვრები დაირღვა უკრაინის და შევიდა იქ ჯავშან ტექნიკა და საბრძოლო მოქმედებები რო დაიწყო, როგორი ისტერია იყო აკატეხილი. ანუ ზოგადად არა მხოლოდ საქართველოში, ბევრ ქვეყანაშიც არის ეს. ყოველდღიური ცხოვრებით რო ცხოვრობს ადამიანი, არ იკვლევს იმ ჩანასახს, იმ წინაპირობებს, რა გახდა კონფლიქტის გენეზისი. აი ზუსტად ასევე იყო უკრაინაში რა, მედია გლობალისტების ხელში იყო, ბაიდენის ადმინისტრაცია და თქვენ ეს მისი მსტოვარი აქ საქართველოში ეს კინწურაშვილი ახსენეთ, ხო? ბატონო. ისინი მანიპულირებდნენ მედიით, ისინი მანიპულირებდნენ სოცმედიით და შედეგად მივიღეთ ჩვენ აქ აჭრელებული ხორუგვებით ეს უკრაინულ ყვითელ ლურჯი პეტლიურას ფერებით მთელი თბილისი. ანუ ხო და ეს ბანდერას მიმდევრები აბაკუნებდნენ კიდე ფეხებს. ერთ-ერთი გადაცემა ვნახე. ეხლა გვარები არც მინდა გავიხსენო. ბანდერას სურათი ეკიდათ. ქართულ გადაცემაზე მაქვს ლაპარაკი. უკან ეკიდათ ბანდერას სურათი და ეს ათეთრებდნენ ამ ბანდერას. რომ ეს თურმე ეროვნული გმირი იყო უკრაინისთვის. ეს ისეთ რაღაცებს აკეთებს. კრინტი არ დაცდენიათ იმაზე, რამდენი ამოხოცა პოლონელი ან ებრაელი იქ. ხო, აი ასეთი ორმაგი სტანდარტები იყო და იმის თქმა მსურს ზუსტად რომ აი ახლა სირიაში რაც ხდება, ერთი ეს მომღერალი სურგულაძე სოპრანო გამიკვირდა შავ ფონზე დაწერა სირიაო, ანუ წმინდა ადამიანურად მოხდა გულზე რაც იქ ხდება, ხო, ბავშვები იხოცება, მოხუცები, ქალები, რა ვიცი, ყველა. ხო და აი ეს დანარჩენი ეს გლობალისტები, ეს ვიღაც თეატრალური წარმომადგენლები, ეს რაჭველიშვილი, ანუ რა ვიცი, თუ რაჭველია, თუ მემანიშვილია, თუ ეს პერსონაჟები ერთმანეთში მერევიან. თავიანთი კომპლექცია კონსტიტუციიდან გამომდინარე, მათი გვარებიც კი მერევა ერთმანეთში. აი ეს მემანიშვილი თუ რაჭველი გახდა თუ კიდე მეორე ყავთ კიდე ხო ვიღაცა ხო ამას წინათ რო რაღაცა საპროტესტებდა ხო რა ვიცი აი ასეთი მდგომარეობა ასე აზროვნებს ეს ხალხი აი ეს რაც პრობლემაა ტრაგედიაა კი ბატონო დავით შენ ძალიან კარგი იმას შეიხედავთ აქ მიუხედავად იმისა რომ მცირე რიცხოვანი შეიძლება იყოს ქრისტიანობა ალავიტები და ასე შემდეგ სხვათა შორის სამარცხინოდ გამოვიდა ალჯულანი
დემოკრატიის მამა დასავლეთის თვალში, ახლო აღმოსავლეთში, ხო და ესო ბაშარ ალ-ასადის ნარჩენებმა ჩაიდინეს ეს ყველაფერი იმის შემდეგ, რაც ესეთი განცხადებები გააკეთა შეერთებულ შტატებმაც, რუსეთმაც თავისთავად, რაოდენ სიმბოლურია, ეხლა რაც არ უნდა პრორუსულობა დამწამოს ვინმემ ვარ მაგათ თვალში დავიქნები, რომ ერთადერთი ნათელი წერტილი, მშვიდობის კუნძული აღმოჩნდა რუსული ბაზა, სადაც მშვიდობიანმა მოსახლეობამ შეაფარა თავი, აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, ჩააცვეს, კარვები გაუშალეს, ააჭამეს და დღემდე ინახავენ. ეს ხალხო არაფერზე არ გეუბნებათ, ეს დავიჯერო თლადისი ამოგერეცხათ, მე იმ ხალხს მივმართავ, ტვინა მორიცხილების, ასე ვთქვათ, ხოროვაროა, რომ მაგრამ იცით რა მიზანი როცა არის შენი ქრისტიანობის დევნა, შენ როცა შენი მტერი ქრისტია და ადამიანური ღირებულებები, ოჯახი, ტრადიციები და რაღაცა, მაშინ რა თქმა უნდა ორმაგ სტანდარტზე ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ, დავით. ამ კუთხით თუ შევხედეთ, ესენი სწორად იქცევიან, კაცო. ამათი მტერია ეს, მე რუსებიც ქრისტიანები დიახ, იმიტომ ეზიზღებათ რუსეთიც. და ჩვენ გვინდა არ გვინდა დღეს გარდა სხვა კატეგორიებისა, განსაკუთრებით ქრისტიანობის ერთადერთი დამცველი სახელმწიფო, ზესახელმწიფო, ეს არის რუსეთი, რომლის ქოლგის ქვეშ მყოფებიც რაღაცნაირად დაცულად გრძნობთ თავს. მიუხედავად ჩვენი არა, ასე ვთქვათ, სწორი დამოკიდებულებისა ბჭყალებში ამ ფენომენის მიმართ, ხო? ჩვენ გვინდა არ გვინდა, ჩვენ ვართ ამ ქოლგის ქვეშ და დღეს რო საქართველოში რაღაცნა, თორე 100,000 თბილისელის თავის მოკვეთის ამბიდან დაწყებული დამთავრებული არ ვიცი 5,000 გარეჯელი და რა ჩვენ ყველაფერს კარგად გვახსოვს ისტორიიდან ვიღაცებს სააკაშვილიც აღარ ახსოვთ უკვე წიგნების კითხვაზე აღარ არის ლაპარაკი მაგრამ ჩვენ ისტორია ვიცით ვიღაცა ვინც რაღაცა მოვასწარეთ ამ განათლების სისტემაში თავის დროზე რამე ვეკითხა და ვკითხულობთ დღესაც ხო რაღაცები კარგად გვახსოვს და ასე არის სირიაში დავითა ჩვენ არ ახლა ჩვენი ბმა სირიასთან სირიელ ხალხთან ძველი შუა საუკუნეებისთან იქნებოდა თუ მანამდე თუ იმის შემდეგ ხო უამრავი წმინდა მამა შემოვიდა საქართველოში იმ მხრიდან და დღეს თუ რაიმეზე არის დაფუძნებული ზოგადად ქრისტიანული ცხოვრება მართლმადიდებლური ლიტურგიული იქნება თუ არ ვიცი ახლა და მონასტრები და რაღაცეები დაწყებული ახლა მაშინდელი იმ პერიოდის დავით გარეჯელიდან და მე დამთავრებული რამდენი მოციქული აქვს შემოსული ხო და ჩვენ რაღაცნაირად ბმა გვაქვს რაღაცნაირად კი არა ძალიან დიდი სულიერი კვეთები გვაქვს ამ ხალხთან ისევე როგორც პალესტინელებთან ისევე როგორც ისრაელთან და ასე შემდეგ და ამას სჭირდება მოფრთხილება, გააზრება და დაფიქრება. ქილიკშიც კი, თორე მე წეგან რითიც დავიწყე პოსტი დავწერო, ჯობდა არ დაბადებულიყავით, ვინც მაგაზე ქილიკებთ, ვიდრე თქვენ ახლა ამ პოზიციაზე იდგეთ, იმიტომ რომ თქვენ არა მარტო თქვენ თავზე ხართ პასუხისმგებელი, არამედ თქვენში თავმავლობას და ეს ცოდვა როგგონიათ აქედან ქილიკით იმ ბავშვებისა და ქრისტიანებისა და რა მნიშვნელობა აქვს ალავიტები იქნებიან თუ არ ვიცი ბაშარ ალ-ასადის ოჯახის წევრები თუ აქეთ ზელენსკის წოლიც რომ მოკლან მე მაგას სიხარულით როგორ შევხვდები კაცო და ამაზე ქილიკი ბავშვების სიკვდილზე უბრალოდ ძალიან ცუდად დაგხვდებათ წინ აი ამის თქმა მინდოდა ამასთან დაკავშირებით ასე რომ აი უყურეთ ამ ქაოსში დავით ამ ასე ვთქვათ არანაირი კანონი არ არსებობს დღეს სამყაროში ახლა ზოგმა თქვა რომ მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდს გავს იმას არ ვიცი რას გავს მაგრამ ფაქტია რომ იმ ხელაზეა დუღილის ტემპერატურა მომატებული სოფლიოში ვერანაირი კანონზომია ვერანაირი ლოგიკაში ვერაფერს ვერ ჩასვამ აქ დარწმუნებულა რამდენიმე ადამიანის გარდა და ის გეგმაც განვითარდება თუ არა ისე როგორც მაცოს არავინ არ იცის გარდა უფლისა ხო დავით და ამ მორევში სადაც ყველაფერს ფული წყვეტს ხო სადაც ყველაფერი ფულით წყდება და აი თუ დავაკვირდებით იმ ტრამპას deep state-თან ბრძოლა რითი დაიწყო ხო გადაკეტა ეს ფინანსური თემები იმიტომ რომ დღეს და სხვა შორის აი ახლა გადახრვა მინდა გავაკეთო ხშირად გაიგონებთ რომ რა ვერ გაძღა ეს ქართული ოცნება ეს ფული ბიზნესი აი ნახეთ რისი თქმა მინდა ლიბერალური ასე ვთქვათ დასავლეთის deep state ვისკვებავდა ფულით დავით აქ მის მომხრეებს იმიტომ რომ
ფული ეს არის საშუალება მართო კონკრეტული ჯგუფები, მასები, მე სასურველი ძალის ხელისუფლებაში მოყვანის ან იმ ხელისუფლებაში მყოფ. ასე არის ქართული ახლა გინდა დადებითად გინდა არ ვიცი, მე მაგას შეფასების ნაწილში არ შევდივარ, იმიტომ რომ სოფლიო არის თავდაყირა, ხო? ქართული ოცნების მომენტში თუ ვინმე ქართული ოცნების მხურვალე მხარდამჭერები არიან იმ ბიზნესებში და ასე შემდეგ, მორალისდან გვერდზე რო გავიწიოთ და ისე რომ პოლიტიკურად მე ესეც იმიტომ რომ ეს არის იარაღი დღეს ფული რა თქმა უნდა არ გაშოვნებ შენ იმ ფულს ნებისმიერი ხელისუფლება რომელიც მის წინააღმდეგ შემოტრიალდება ავიღოთ დაუშვათ მე-12 საუკუნე მე-11 მე-9 მე-7 რა ვიცი შუა საუკუნეები ხო შენ რო ქონოდა ხმლების ქარხანა დავით და შენ მოწინააღმდეგე თავად იქნებოდა მიაწვდიდი იმას ხმალს დღეს ჩვენერ პატარა ქვეყანაში ფული ეს არის იარაღი რომლითაც ახორციელებ ნებისმიერ რამეს, ხო? და რა თქმა უნდა ამ ფულთან წვდომა უბრალო მოკვდავებს დიდ ფულზე მაქვს. მე აქ ლაპარაკობ ლუკმაპური მე მგონი ახლა საქართველოა ისედაც და სააკაშვილის დროს რო რავი ახლა ოპერაციების გამო ყველაფერს ყიდნენ ხახ და ესეთი მდგომარეობა ნამდვილად არ არის უკეთესი გვინდა ჩვენ ამ კრიტიკაში შევდივართ, ხო? და ამ პაექრობაში ხელისუფლებასთან, მაგრამ იმის არ დანახვა რაც ხდება და რაც ცხვება და რაღაცა და მხოლოდ კრიტიკის ნაწილში შესვლა ამათან ну არასწორად მიმაჩნია რა. აი მდუღილის ტემპერატურაში ვარ და აქ სირია იქნება, უკრაინა იქნება თუ არ ვიცი ახლა ქართული ოცნება იქნება ჩვენ პატარა ჩვენ ნაჭუჭიც რომ მოვიხარშოთ, ხო? გვმართებს ძალიან ყველაფერს დაკვირვებით და დაწონვა და გააზრება და რითიც საუბარი დავიწყეთ რეალობასა და სასურვეშორის ზღვარი უნდა გავავლოთ. ჩვენ გონებაში, ჩვენ საქციელებში, ჩვენს გამონათქვამებში და ჩვენს პაექრობაში ქართული ოცნება იქნება ეს თუ არ ვიცი ოპოზიცია რა. კი ბატონო. ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი. საქართველოს მთავრობას ვურჩევდი ამბობს ასეთ რამეს, გთხოვთ აირჩიოთ ევროპა. ძახილის ნიშნით, ანუ ისეთი მოწოდება აქვს. გთხოვთ მოусმინოთ ხალხს, ვინც უკვე 100 დღეზე მეტია ქუჩაშია. აი ესეც საკვიატება აქვს, ახლა ხედავენ პატარა ჭუჭრუტანაში, ობიექტივი დავარქვათ, ანუ კამერის ლინზა, ეგრეთ წოდებული, ყავთ აქ თავიანთი კორესპონდენტები. მე ვაკვირდები ხოლმე, ვთქვათ, ევრონიუსეც გადის ხოლმე სიუჟეტები, ატრიალებენ ამ ერთი და იგივე კადრებს, ხოთა შორის ხანდახან ძველ კადრებსაც ატრიალებენ, სადაც ეს გამოსვლები იყო ამ ლიბერალების, გლობალისტების რუსთაველზე და ეს 100 დღეზე მეტია ქუჩაშია ხალხი, პროტესტის მონაწილეები, ეს აკვიატებასავით აქვთ. აი ფრანს ინტერნაციონალს აქვს მაგალითად. მივაქციე ყურადღება უკრაინაში მიმდინარეობს ომი 3 წელზე მეტია. ყოველ დღე ნიუს ანუ ახალ ამბავს იწყებენ ასე. 1000 მესამე დღე უკრაინაში. თქო, მანამდე იყო 424 დღე. ყოველ დღე წერენ, აი ასე იწყებდნენ, headline იწყებოდა ასე უკრაინაში. ეს რაღაცა ესეთი 25 კადრის ეფექტივით არის რა. ქვეცნობიერზე უნიჭოთ ცდილობენ მოახდინონ ზეგავლენა ახლა 100 დღეზე მეტი ქუჩაში ვინ ხედავთ ვინმეს ახლა იქ როლებს კი პერმანენტულად დადიან მიდიან მოდიან რამდენი დღე სამსახურით ეს არის ამათი სამსახური 200 და 150 და 300 ლარი თუ აქვთ ამათ ყოველ დღე არ ვიცი ალბათ ფართო მასების არ არის ცნობილი თორე ბევრი გაჭირებული გამოჩნდება ვინც ბოლო-ბოლო თვალებს დახუჭავს და იქ დადგება სწორედ ამაზე ვლაპარაკობთ ის ფულები ის სახსრები თუ არ იქნა გადაკეტილი საბოლოოდ ბოლომდე ამას ვერ ეს არის ჩვეულებრივი სამსახური რუსთაველზე იდგები სამსახურში არ ჯობია ვიდრე მშენებლობაზე რაღაცა ქვები და ისა ზიდო ხო ჩვეულებრივი სამსახური და ეს იდგებიან ესე დავით მუდმივად ესე იქნება ეს რა ხო მაგრამ ნუ ქვეყანა ასე წინ ვერ წავა ანუ ეს ახალგაზრდობა თუ კი ნუ ახლა საუბარია იმაზე რომ ცვლილებები უნდა შევიდეს გნებავთ უმაღლეს განათლების საკითხებში და ასე შემდეგ თუ აი 3 თუ 4 წლიანი ბაკალავრიატი მათ არაფერს არ ზენს, ან თუ ზენს პირიქით მავნებლობასა აქ ადგილი რომ აი ლიბერალური ბაცილით მათი ტვინების ამორეცხვა ხდება. მაშინ ჯობს მართლა როგორც გასული საუკუნის 70-ან 80-ან წლებში რუხი ფერის ხალათებს რო აცმევდნენ. ამასაკის და ასეთი პლასტმასის გულსაბმელი რო ქონდათ აქ სადმე წავლენ დადგებიან ჩარხთან ხარატებად თქვათ
დურგლებად იმუშავებენ რაღაცას შექმნიან და მოსაძებნია გასაღების ბაზარი რომ ეს პროდუქცია გავიდეს. ანუ ახლა რომ ფაბრიკები ან ქარხნები იყოს საქართველოში, ეს ხალხი ხო უკმათ არ იდგება ქუჩაში. ხო დასაქმებულები იქნებიან. რა თქმა უნდა არ იდგება. ხო აი ეს ახლა იმაზე ეხლა ჩვენ მეგობარი აქტის ის იყო კიდე ხო განხილვა იყო და აუ და აი რა მახსენდება იცი ახლა კავშირში არანაირად არ არის იმათ შინაარსობრივად, მაგრამ 90-იანებში მე-9 ბლოკი გახსოვთ, სულ მე-9 ბლოკის გადაცემა იწყო ტელევიზორში მე-9 ბლოკი. იმ ამერიკელის გვარი და სახელიც მახსოვს, მაიკლ სკოული, ხაჭაპურებს ჭამდა ხო და მოახერხა მე რაც. აქ ეხლა უკვე აი 2020-იან წლებში უკვე აი მე ალბათ 1-10 წლის მერე ესე ვიტყვით ჯიმ ისა რა ქვია რიში და ჯინ შაჰინის ეს მეგობარი აქტი სისულელე აი აბსოლუტური მარაზმი დავით და ის წეღან მერას რაიშე ასე არ გაგზელდება ეს ეხლა ზაღლიყებს ქარავანი მიდის ეს ქარავანი უნდა წავიდეს გზა უნდა გავაგრძელოთ აი იმის ესე იგი მანიშნებელია ისიც ნარკოდანაშაულის გამძაფრება ის კომისიის თემები იქ საკანონმდებლო ბაზა უნდა შეიქმნას ისეთი რომ ხვალდაზე ეს რომელიც დღეს დასჭადი არ არის ესეც დასჭადი უნდა გახდეს და მე რაც არ უნდა ვიღაცა მისი ფიქროს რომ ეს ჩვენი დევნისთვის შეიძლება გამოიყოს შეიძლება კაც ყველაფერი შეიძლება გამოიყენოს ადამიანის მიმართ მაგრამ ამისთვის არსებობს ინსტიტუტები სამსახურები და რომელიც უნდა გაკონტროლდეს ეს ხელისუფლება დღეს არის ხვალ არ იქნება ხვალ იმ ის ხელისუფლება გამოიყენებს ამ კანონს ამათი ქუჩაში ეს არის დანაშაული სატრილად გვაქვს საქმე, იმიტომ რომ იმდენი თუნდაც 1000 ახალგაზრდა რო გამოგითაყვანა ამ deep state-მა, ხო? ის 1000-ვე შენია. ისე რომელი თითი უნდა მოგაჭრან ადამიანს, ხო, ყველა გტკივა. იმათ არ ვტკივათ ჩვენი თავი, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ვტკივა საღად მოაზროვნებს და ესეც საფიქრალია, როგორც ნარკოდამოკიდებულზე ნერვიულობთ და ვდარდობთ, იმაზე ნარკოდამოკიდებულს კიდე რა უჭირს კაცო. ამათზე ესენი რაზე არიან ფულზე დამოკიდებულები თუ არ ვიცი მონობაზე დამოკიდებულ ხალხზე მე ამაზე მეტი სადარდებელი არ ვიცი და ის რაღაც ახლა 100 დღე 1001 დღე და რაღაცა ყველა დეტალში ესია და ვიღაცა შიმშილობს აი მაგალითად ის მზე ამაღლებული წმინდა მზე ამაღლებული შიმშილ 25 დღე 26 და მართლა 25 კადრივით იყო რა უკვე ეს და ჩაბეჭდა ხდება და თითქოს რაღაცა არ ვიცი რა იკვეთება ამით მაგრამ ნამდვილად გონია თუ რაღაცას ამით აკეთებენ რა ხო, ну, ეს მომრავლდნენ ასევე ეს ეგრეთ წოდებული ექსპერტები, თან კიდე ახალი თაობის ისინიც როგორც ჩანს, ჰონორარებს იღებენ სწორედ იმ არხებიდან, რაზეც არის ახლა საუბარი, რომ არ მოხდეს შემოდინება ამ უცხოური ფულის. აი ერთ-ერთი მაგალითად ამბობს ასეთ რამეს. ვინმე ლევან ლოსტკიფანიძე თუ ევროპა მსოფლიოს წინაშე ერთიანი გეოპოლიტიკური აქტორის სახით წარსდგა, ქართულ ოცნებას განსაცდელი ელის. Ну, ახლა ქართული ოცნება იქნება აქ თუ პეტრე პავლე თუ ივანე ამას არსებითად არა აქვს მნიშვნელობა, აქ თავარია რომ საქართველოს ხელისუფლება ამჟამად, ხო? ხელისუფლებაში ასევე როგორც ვთქვათ, მართველი გუნდი შეიძლება შედიოდეს, ასევე ოპოზიცია, ეს ჯამურად არის მთლიანად ხელისუფლება. ხო და ახლა ჩვენ ვიყოთ იმაზე დამოკიდებული ბრიუსელში და სტრასბურგში როდის ჩამოყალიბდებიან ეს ბიჭები და გოგოები, მე გულისხმობ ამ ევროპარლამენტარებს და მათ ხელმძღვანელებს, ურსულა ფონ დერ ლაიენის თამადობით, აქვთ ამბიცია რომ იყოს ძლიერი გეოპოლიტიკური ცენტრი, არ აქვთ შნო და გასაქანი ჯერ იმისა რომ კონდეთ თუნდაც თავიანთი გაერთიანებული რაღაც დაჯგუფება ცალ-ცალკე ყველას თავთავიანთი არმიები აქვთ, საკმაო ფულსაც ხარჯავენ, მაგრამ აქვე ამბობენ, რომ რუსეთი დღეის მონაცემებით, აი ევროკავშირში ხო 28 წევრი ქვეყანაა, ხო 27 წევრი ქვეყანა. ევროკავშირზე ერთად აღებულზე უფრო მეტად, სამჯერ მეტ იარაღს აწარმოებს დღე და ღამის განმავლობაში. ანუ აერთიანებენ დღეს და ღამეს სამსვლაში მუშაობენ და სამხედრო მრეწველობა აქვთ მაღალ დონეზე აყვანილი რუსებს ამჟამად. აი ომში იმყოფება ეს ქვეყანაც. ებრძვის ამ უკრაინას. ევროკავშირი, რომელიც როგორც რაოდენობრივად მოსახლეობის მხრივ, ასევე შიდა მარგი პროდუქტით, თუმცა ესეც უკვე ეცემათ. გადაასწრეს რუსებმა, უფრო რაღაც, ну, მე გულისხმობ ფინანსურ შესაძლებლობებს. უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ, დღემდე არ იციან რა გააკეთონ.
თან უყურებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, თან ტრამპი არ მოწონთ, მისი ადმინისტრაცია არ მოწონთ და მხოლოდ ბრტყელ სიტყვებს ლაპარაკობენ. ანუ ყვირიან ხალვა, მაგრამ მათ პირში სიტყვა არ არის. აი ასეთ ერწრეზე დადიან და ისინი ჩვენ გვასწავლიან ჭკუას, მოძღრავენ და გვეუბნებიან, რომ სხვაგან არ წახვიდეთ, ჩვენთან მოდითო. თვითონ არაფერს არ აკეთებენ. ბოლო პერიოდში, აი ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში, აი თუნდაც ეს LGBT თემას რო იყო აქტუალური, აქ რო გამოსვლები რო იყო, იქიდან ყოველდღიურად ეს 9 პუნქტი შეასრულეთ, არა 12 შეასრულეთ, კიდე 3 შესრულდა, 9 არ შესრულდა, ეს ყველაფერი რო ხდებოდა. ხომ ნამდვილად გამოჩნდა ეს ტლანქის სახე და როგორი არათანმიმდევრულები არიან. ეს ხომ ნათელი გახდა. იმ ქართველებშიც კი, ვისაც რაღაც გაიდეალიზირებული ქონდა და ევროპა, დასავლეთი, სულხან საბაურბელიანის და ვიქტორ გიუგოს ნაწარმოებებიდან რაღაც ეს ფანტაზია ხო იყო, რომ აი ასეთი კარგია და ჩვენც უნდა ვიყოთ ახლა მიბმული ევროკავშირთან. ასეთი ადამიანების უმრავლესობაში ეს მითი ჩამოიმსხვრა. რომ რეალური სახე გამოჩნდა მათი, რომ ვერაფერს თავის თავს ვერ პატრონობენ ახლა. პრობლემების წინაშე არიან და ჩვენ მაინც გვახვევენ თავს, არა გინდა თუ არა აქ უნდა იყოთო. მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ შეცვალოს თუნდაც ეს LGBT კანონმდებლობა. აი გუშინ იყო ახალი ამბავი, პირდაპირ იყო კომიტეტიდან მოწოდება ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტიდან. შეცვალეთ ეს LGBT პოლიტიკაო. ანუ ანტი-LGBT კანონი გააუქმეთო. ამავე დღეს აი გუშინ თურქეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა 2025 წელი ამ LGBT-სთან ბრძოლის წლად. კი ბატონო. და მის პროპაგანდასთან. ხო წარმოგიდგენიათ, ხო ჩვენი მეზობელია თურქეთი. აი ასეთი ვითარება არის. ახლა ასეთი ეს ექსპერტები რო დავიწყენ, ნუ ამოსავალი წერტილი აქვთ ის, რომ აი ეს ევროპა, ბრიუსელი და სტრასბურგი არის ბევრად ძლიერი. სწორება მასზე უნდა იყოს. ვაშინგტონს აღარც ახსენებენ. თქვათ, ან მოსკოვზე აღარ არის ლაპარაკი ამ ეტაპზე, ხო? ასევე თურქეთზე ვთქვათ, çünki ჩვენი მეზობელია, მაგრამ ახლა ანკარა თბილისისთვის ასე პირდაპირ პოლიტიკურ ცენტრად არ იყო მიჩნეული, ვინაიდან ჩვენ მქონდა გეზი აღებული ამ ევროატლანტიკურ განვითარებაზე, ან ძირითადად იყო ვაშინგტონი, ან ბრიუსელი, რომელიც მუშს დააბრახუნებდა და საქართველოს ხელისუფლებას ესა თუ ის ინსტრუქცია უნდა გაეთვალისწინებინა. და ამ ხალხსაც რა ეშველება ახლა მე ეს ამ ექსპერტების ერთი ჭკვიანური ნათქვამი არ მახსოვს. ან ისეთი ნათქვამი, რომელიც მართლაც პროგნოზივით თქვეს და შესრულდა. ანუ მოხდა ასეთი რაღაც, არ მომხდა რა არასდროს. ამიტომ ამათი კვალიფიკაციაც არის დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. კი ბატონო. დავით, ახლა აი ჩვენ როცა ვლაპარაკობთ, რომ ტრამპზე ის თქვეს, ეს თქვეს ევროპამ რაღაც და აქ ლაპარაკია ისევ ფულზე. აი ტრამპს რო ეს ფინანსები არ გადაეკეტა ევროპისთვის, ხო? ტრამპი იქნებოდა ისევ იგივე პიროვნება და ამათი დამოკიდებულა ნელ-ნელა დარბილდებოდა, შერბილდებოდა და ნუ იმ 4 წელს როგორმე ხო გაატარეს 4 წელი ტრამპთან ერთად წინა პრეზიდენტობის დროს, იგივე იქნებოდა ტრამპის რადიკალურმა დამოკიდებულებამ ფინანსებთან დაკავშირებით ესენი ასე ვთქვათ ააყეფა. ეხლა ჩვენ როცა ლაპარაკია 800 მილიარდი უნდათ რომ ეს რაღაცა ეს ამ მიმართულებით განავითარონ თავიანთ ისა ხო 800 მილიარდიდან არ ვიცი მე მგონი 9 ტრილიონზე თქვა ხო ილონ მასკის განცხადება იყო რომ მიდიოდა რომელიც გადაკეტეს 9 ტრილიონი ფაქტიურად თითქმის ის თანხა რაც მათ ეხლა ეს სჭირდებათ და რა თქმა უნდა არ იქნებიან ასე ვთქვათ კმაყოფილები. ეხლა ჩვენ რომელ ევროპაზე ვლაპარაკობთ, დავით? ევროპა, რომელიც ალჯულანი თუ ანჯულანი, რაც ქვია ახლა სირის, ხო, ტერორისტული თავის დროზე ორგანიზაცია და აღიარებული ლიდერი და დღეს უკვე გარდამავალია თუ რა ვიცი, რაც არის ხელისუფლების ესე იგი ლიდერი, ხო, დაპატიჟებულია ევროპაში რაღაცა დონორების თუ რაღაც ამ მნიშვნელობა აქვს, რაღაც სახელი დაარქვეს შეხვედრას და მოწიწებით და ამ დროს ჩვენ ხელისუფლებას, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს თუ ბიზნესის წარმომადგენლებს თუ პროკურორებს თუ მოსამართლეებს გვისანქცირებენ მათი არაადამიანური ესე იგი დამოკიდებულების გამო ევროპული ღირებული არ ვიცი. აი ახლა ინტერნეტში დაიდო
2015 წლის ტრამპის სიტყვით გამოსვლა, სადაც ის აფასებდა ბაშარ ალ-ასადს და ვარაუდობდა, რომ მეორე მხარეს, ამ ალჯულანის მხარეზე გულისხმობდა, დარწმუნებული არ ვარ, რომ ის მხარე უკეთესია ვიდრე ბაშარ ალ-ასადიო და ხარს უჭერდა, კი იარაღს ვაწვდით რაღაცა, მაგრამ ფიქრობ, რომ არასწორად ვიქცევითო და მხარდასაჭერია აი 2010 წლის წინ და დღეს ეს ყველაფერი სახეზეა, მოსულები არ არიან და რა ცოდვაბრალის დაატრელეს კი ვხედავთ და ჩვენ ევროპა ეს აღარ არის ევროპა ეს ქრისტიანულ ფასეულობაზე დაფუძნებული ოჯახზე, ტრადიციებზე და რაღაც ევროპა ეს არის თანამედროვე, არ ვიცი, ფუტურისტული რაღაცა ყოველგვარი შინაარსისგან გამოცლილი ცივილიზაციური დავარქვა თუ რაღაც აზროვნებს რაღაცა ბუდე ფაშიზმიც არ არის, იცი, ფაშიზმსაც რაღაცა თავისი ისინი ხო აქვს, ეხლა ჰიტლერი როცა რაღაცა სახორცელება გრალს ეძებდა და იქ რაღაც იალბუზი ატიოდა და იმას შინაარსიდან არ იყო დაცლილი. ესენი ყველანაირი შინაარსიდან არიან დაცლილი. აბსოლუტური ნული. ყველა მიმართულებით. ამათთან არ ვიცი, განათუ თანამშრომლობა, აი თავის გაიგივებაც კი განცხადებების დონეზე არის მომაკვდინებელი ჩვენი ქვეყნისთვის. ნახეთ, ევროკავშირის ქვეყნებმა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და მრავალგზის მსოფლიო რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე აგრესიულობის, აი ბჭყალებში აგრესიულობის გამო დაასანქცირეს. ანუ ხო წარმოგიდგენიათ რა ხდება? და დავით გამახსენდა პატრიარქს ეროთქვის კიდე. ქადაგებების დროსო ანტი ის არის. ხო და დისკრიმინაციული განცხადება. წარმოგიდგენთ აი სახე მათი აი რომ დააკვირდით სირიაში რელიგიური უმცირესობების, მათ შორის ქრისტიანების მასობრივი და სასტიკი მკვლელობების მიუხედავად ევროკავშირი 17 მარტს სირიის ისლამის ლიდერს აჰმედ ალ-შარაას ბრიუსელში სამიტზე იწვევს. ეს წევარად ვთქვით. კი ბატონო, ხო, აი ეს არის ამათი სახე, დავით. და პარალელურ რეჟიმში ეხლა ტალახაძეს რო გინდა დაასანქციებ თუ შეაფასებ ესე იგი აგრესიის გამომხატველ პიროვნებად თუ რა მნიშვნელობა აქვს უარყოფით კონტექსტში რომ მოიხსენიებ ლაშა ტალახაძეს რომელმაც სოფლიო ისტორია დაწერა რომლის რეკორდებსაც კიდევ ერთი 50 წელი ისევ ქართველი თუ მოხსნის მომავალშტორი ნუ არ ვიცი ფენომენია როგორც ასეთი და ალჯულანს რო იპატიჟებ იქადათ ეფერები იმიტომ რომ ნუ ხო გასაგებია ყველაფერი მომართულია იქითკენ რომ ეს ღირებულებით ეს ქრისტიანობა იქნება, ტრადიცია იქნება, არ ვიცი, კულტურა იქნება, რა ეს იქნეს განადგურებული ამ არარაობების ხელით რა. აი ეს ამ პროცესებში ვართ ამას უყურებთ. დიდი მადლობა გიორგი გადაცემაში სტუმრობისთვის. მე ტელემაყურებელს შევახსენებ ჩვენი სტუმარი გახდათ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის რეგიონალური მდივანი გიორგი არღვლიანი. შევხვდებით უკვე ხვალ 19 საათზე. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.